კაცი ეს არის, ესე იგი 38 წელს აშენებული დირექტორია ჩვენეთ რომ მაყურებელმაც აღიქვას. ხო, თუ შეიძლება. აი და ეს თუ წარმოიდგენთ, ვინც თუ შიგნით შეხვალთ, ეს ისევ დაგხვდებათ, მაგრამ ეხა სადაც რასაც ჩვენ უწოდებთ ხოლმე პარლამენტის შენობას, ის არის აი გარეთა, რომელიც მიაშენეს უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის ეხლა ეზო, სადაც რაღაც ღონისძიება პარლამენტის ეზო. აი ეგ არის ეს გამოდიოდა, მე მიაფარეს, იმიტომ რომ მაშინ ერქვა მთავრობის სახლი. მიაფარეს რომ მთავრობის არ დაენახათ რითი და გამჭვირვალე არ ყოფილი ხო იმ კონტრაქტივით ეხლა რო არის დიდი ჯაბა. თუ სწორად მახსოვს, თამარას ემახსოვრება ამაში უკეთს გიორგი ჩახავა იყო, ესა ლეჟავა, ბოდიში, გიორგი ლეჟავა იყო, აი ძველი თაობის არქიტექტორი, ქართველების თქვენ, თორე ეს ერთობლივი იყო. კიდე ერთი წიგნი მინდა წავა, კიდე ბევრი მინდა წავადგინო, მაგრამ შევეცდები რომ ბევრი მოვასწროთ. ეხა მე გაგიკონტროლებ დრო. ძალიან მნიშვნელოვანი, მადლობა მინდა უთხრა სოფიო შამანიც, იმიტომ რომ ამ წიგნში არის ამბავი, ისტორია და თემატიკა, ხო, სოფიო შამანიძის რომელიც მე ძალიან მაინტერესებს, სხვა შორის, აი დააკვირდით, რა კარგად არის მოფიქრებული, მარტო ქალებმა იციან ხოლმე ასეთი ეს ჭკვიანური მოფიქრება, აქედან აწერია აუტანელი ქალები, წაიკითხე, ამოატრიალებ აუტანელი კაცები. მე ამჯერად, მაინც დემოკრატიკალი როა, ასე მოიფიქრად. მე ამჯერად, ესე იგი, კაცების ნაწილს არ განვიხილავ, იმიტომ რომ არ ამგონია მოვასწრო, თან ქალების ნაწილი უფრო მაინტერესებს, რადგან პირველ რიგში აქ არის საუბარი მედია კოლხზე. ანუ იმ ქალზე, იმ ჩვენს წინაპარზე, როგორც ბებია ჩემი ამბობდა ხოლმე, ოღონდ ნაწყენი იყო. ერთი ბებია მეგრელი მყავდა, ერთი გურული და მეგრელი ბებია რომელიც მყავდა. იმას არ უყვარდა მედია კოლხი. ნაწყენი იყო. მედიაზე, ვიშო, რაღაც ძველ კოლხურ სიტყვას ამბობდა ხოლმე, როგორც კი მედიას ვახსენებდი. ძალიან გაბრაზებული იყო, ხო და. სხვა ჩვენს მარტო ბებიაშენი არ იქნებოდა ეგრე. მე მახსოვს ბათუმში მედიას ძეგლში. ხო, მედიას ძეგლში ისეთი დაპირისპირება იყო. კი, მახსოვს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც გაბრაზებულები აპროტესტებდნენ, რომ როგორ შეიძლება მედიას ძეგლი რატო. ანუ ნაწყენი იყო ბებია. კი, მე დამემართა ასეთი უცნაური ამბავი, ესე იგი ჩემი წიგნის წარდგენა იყო ათენში, საბერძნეთში და რომ დამთავრდა ეს წაისა და ამ გამომცემელმა მითხრა ბერძენმა დღესო ჩვენ პარლამენტში არის არგონავტებთან შეხვედრა. ანუ რამდენიმე წელს არგონავტებმა კიდე ერთხელ ესე იგი ტიმ სევერინის მერე გამოუიარეს ეგ გზა. იმათთან პარლამენტში შევა ხო არ გინდაო და კი მეთქი როგორ არ მინდა მეთქი და გამიკეთეს საშუალო და შემიყვანეს პარლამენტში. ხო და მithარგმნიდნენ ეხა გამოდიოდნენ ყვებოდნენ ეს არგონავტები. და უცებ გამოვიდა რომელიღაც მინისტრი და მან თქვა არგონავტებს შეკითხვა დაუსვა. მე რო გავიგე ასეთი ამბავი რომ საქართველოსიო, ბათუმშიო კერძოთო მედია კოლხს ძეგლი დაუდგეს მართალიო, იმათ მოდგეს კი მართალიო და ვიღაცამ თქვა არა კაცო ალბათ ატყდა ერთი ამბავი. ატყდა ერთი ამბავი და მეთქი ამათ როგორ აუხსნა და უცებ აი წარმოუდგენელი რამე მოხდა თურმე ლევან ბერძენიშვილი ზის იმავე პარლამენტში და ფრიდონ საყვარელიძე თუ გახსოვს. ხო და ავიდა ლევან ბერძენიშვილი და ხო გინახავს რაღაცნაირად რომ ენას ატრიალებს ხოლმე. იქ ენა დაატრიალა, აი ანუ აუხსნა ესე იგი მედია რატო დაუდგეს ძეგლი რა და ხო და მოკლედ ეს არის წიგნი რომელიც მე მაწუხებს თავარი თემატიკა მედიასთან დაკავშირებით იმიტომ რომ აი წარმოიდგინე ინგა დედამიწაზე სადაც ადამიანი იწყებს განათლების მიღებას ვერავინ ვერცეთი განათლებული ადამიანი ვერ აცდება საქართველოს და ჩვენ წინაპარ სახელმწიფოს ხო რამდენიმე წინაპარი სახელმწიფო მქონდა დიაოხი, კოლხეთი, იბერია ხო ეტაპობრივად სხვადასხვა სახელი გვერქვა და სხვა ხალხი სხვადასხვაგვარად მოგვიხსენიებდა ვერავინ ვერ აცდება ისეთი ძველი ცივილიზაცია რომ ჩვენ ვერ გაგვექცევა ვერავინ იმიტომ რომ ჩვენ მოგვაკითხეს ყველას რო გონია რომ კაცობრიობის ისტორია ბერძნებმა დაიწყეს ბერძნები ჩვენ ნამოსახლარზე დასახლდნენ რო იცოდეს სოფო შამანიდმა ჩვენ მედია კოლხი გავატანე და იმათ დაგვიბრუნეს სოფო შამანიდი მაინც რო იცოდე ოქროსაწმისის გარეშე თორე სოფოთი კმაყოფილია მაგრამ ოქროსაწმისი სად არის ხო და მოკლედ მთელი ისა რა ქვია მთელი კაცობრიობისთვის მთელი ჩვენ პირველი ნაბიჯი ხუმრობასო თავი დამოვუოთ იმიტომ რომ არ არსებობს ისა რა ქვია დედამიწაზე სკოლა, სადაც მითოლოგიას ასწავლიან და მედია კოლხიზე საქართველოს წარსულს ამბავი რო არ გაიგო. ნუ რა თქმა უნდა, ეს ძალიან საამაყოა, მაგრამ მეორე მხრივ, რასაც სოფო ამბობს და ვეთანხმები, ევრიპიდეს გამო მე ზოგჯერ ევრიპიდეს უწოდებ ანტიკური ხანის, ანტიკური ლიტერატურის ამ ერთ-ერთ დიდ ვარსკვლავს, დრამატურგს, რომელსაც პირველმა დაწერა მედიაზე, ლიტერატურული ნაწარმოები, ამ შემთხვევაში თეატრისთვის პიესა იმის მერე კაცობრიობა აღარ გაჩერდა. მედი არის ყველაზე პოპულარული თემა, რამდენიმე თემაა ადამიანების ლიტერატურულ ისტორიაში, რომელიც მუდმივია და მარადიული. და მათ შორის ერთ-ერთი პირველი არის მედია და მე გეტყვით ახლა მაგარ ამბავს, აი
ასეთი გერმანელი, არ ვიცი, სოფო შამანიდ მაინც ის თუ არა ეს ამბავი, მაგრამ სხვაებისთვისაც მოუყვები, რომ ესე იგი იყო ასეთი გერმანელი არქეოლოგი, თვითნასწავლი არქეოლოგი სინამდვილეში ჰაინრიხ შლიმანი, რომელმაც აიჩემა, რომ აი რასაც მითოლოგია ყვება, აი მაგალითად ტროასონი, ან რასაც ჰომეროსი ყვება იმაში ილიადაში და ეს რა ქვია, ოდისეაში, ეს არის ნამდვილი ამბავი. ანუ მითოლოგია ზღაპარი კი არ არის. ეს არის ისტორიული ფაქტები და ამბობდა ისა რა ქვია ეს შლიმანი, რომ მე სადაც ეჭვი მაქვს, რომ არსებობს ტროა, გავთხრი იქ და აღმოვაჩენ. ნუ რა თქმა უნდა, არავინ არ დააფინანსა. ტალანტი იყო, დიდი 20 ენა იცოდა, ძალიან დიდი ის იყო, რა ქვია, შესაძლებლობის ადამიანი და თავისი ანუ გახდა ვაჭარი, მაშინ კომერსანტებს უწოდებდნენ, მე-19 საუკუნის ამბავია, ძალიან დიდი ფული და თავისი ფული არავინ არ დააფინანსა, რომ ტროა არა ის ჰომეროსი და ისა. რა წარმოვიდი და თვითონ გათხარა ტროა, ეს პირველი ტროას აღმოჩენა ამჟამინდელ თურქეთის ტერიტორიაზე. ეს მისი დამსახურება ამ ჰაინრიხ შლიმანის. ამ კაცმა რომ გათხარა ისა რა ქვია, ტროა აღმოაჩინა, თურმე ეს მითოლოგია და ეს რა ქვია, ლიტერატურა ზღაპარი კი არ არის და ჰომეროსმა იმას კი არ ყვება რა ქვია, სახალისო ამბებს. ყვება ნამდვილ ამბავს. ამის მერე ისწავლა რუსული, ინგა, რუსული ისწავლა და ჩავიდა რუსეთში. და თხოვა, ესე იგი, რუსეთის იმპერატორს წაკითხული მაქვს ისა, მიმართა თხოვნით, რომ მიეცათ ნება და თავისი ფულით, ის კი არა რომ დაეფინანსეთ, თავისი ფულით ჩაეტარებინა არქეოლოგიური კვლევები ქუთაისში და ესა ქუთაისის მისადგომად, რომ დაემტკიცებინა, როგორც დაამტკიცა, რომ ტროას ამბავს არ ყვებოდა ზღაპარს და მითოლოგია ნამდვილია, დაემტკიცებინა, რომ არგონავტები აქ მოვიდნენ ბერძნები, ესა რა ქვია, ქუთაისში ოქროს საწვისის გამო. არაფრის დიდებით არც ერთმა რუსეთის იმპერატორმა არ მისცა ნებართვა. შლიმანი ეუბნება თქვენგან მარტო ნება ფულს მე მილიონერი არაფრით არ მისცეს. ვერაფრით ვერ გავიგე, რატო არ მისცეს, აი რაში უშნიდათ ეხლა რომ გაეთხარა. და ეს აღმოვაჩინე 2014 წელს. გამოვიდა პუტინი ოლიმპიადის გახსნაზე, ისა რა 2014 წელს, ჯერ არ იყო დაწყებული ომი და ხო ბევრი სტუმარი ყავდა თქვენი სოფლი. გამოვიდა ასეთი საშინელი ტყუილი თქვა, რომ თქვენ ხართ რუსეთში იმ ქვეყანაში, სადაც მოვიდნენ ბერძნები, ოქროს საწმისით წარმოგიდგენია, ყოველდღე ხო სოფელს გვართმევენ. ყოველდღე ხო ადამიანს ყტაცებენ, ჩვეულებრივ ლეკიანობა აბეტი რა არის. ფულს გვახტევინებენ. და ისტორიის მოპარო და წართვევა წარმოვიდგინე, ეგეთი უტიფარი, მთელი მსოფლიოს გასაგებ. თურმე იმიტომ არ მისცეს შლიმანს, მაშინ მივხვდი, რამდენ ხანს მივხვდი, 2014 წელს მივხვდი, რატო არ მისცეს, რომ არ დაემტკიცო, რომ მეცნიერებისთვის ისა ინგა ხო იცი ყველაზე უტყუარი და ჭეშმარიტი არის არტეფაქტი, ანუ არქეოლოგიაზე დამაჯერებელი და სარწმუნო მეცნიერება არ არსებობს სოფლიოში. ამიტომ არ მისცეს უფლება, რომ არ დაემტკიცებინა, თურმე რომ მაგათ მიერ დაპყრობილი ქვეყანა, რომ გაგზართოს და დედაგვიტერეს, არის უძველესი ცივილიზაცია, როგორც ეს ჩვენი კომპლექსი ხო სულ ქონდათ იმ ქრისტიანობის არ იყო. სულ ჩვენი კომპლექსი ქონდა და მაგიტო არ მისცეს თურმე ამ შლიმანს. მოკლედ, ეხლა სოფიო წამოუყვა ესე იგი დიდხანს რა თქმა უნდა მედიას ქართულ ლიტერატურაში აი როგორ ხდებოდა ქართულ ლიტერატურაში მაგალითად იწყება აკაკი წერეთლის აკაკი წერეთლის დაწერა პიესა ნუ ნაკლებად ცნობილი ხა აკაკი წერეთლის შემოქმედება ბევრმა იცის საქართველოში მაგრამ ეს პიესა ოღონდ მედია არ ქვია მედია ქვია სოფო შამანიც კი უწერია ახსნა რატო ქვია მედია მაგრამ მე ჩემი ახსნა აქვს თვითონ მაინც იმერულად თუ და მედიკოსავით ის ყოფილიყო პერსონაჟი და მედია ქვია მაგრამ სხვა ვებქრის ყავზანს ასევე ქონდა დაატყვევა როგორც ჩანს მედიას ამბავმა და ისეთ ვერსიას ყვება რომ ამან ბიძგიმიცა მართლა მე აკაკი წერეთელმა რო ეს გაბედა თავისი ვერსია თავისი ინტერპრეტაცია იმიტომ ქართველებს არ მოწონთ ევრიპიდეს მედიაში ევრიპიდეს ვერსიაში სხვა არ ვიცი რატო არ აქვს სოფოს უნდა უთხრა რომ ნახავ ჯანრიკაშიას ვერსია ანუ აქვს ბევრი ვერსია მოყოლილია, კაი დღემდე როგორ ხდება. ეხლა ეს თეატრები რო გამახსენდა, თეატრი ასე დღეში თუ ჩააგდეს თეატრი და ანდროიდი ჭირაზე თუ არ გამოუშვეს, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ისა არის ვერსიები, ესე მერე აკაკი წერეთლის ისეთი ბიძგი მისცა, რომ რა თქმა უნდა ქართველები გათამამდნენ, ეხლა აკაკი იყო ზე ვარსკვლავი, ხო იცი, აი აკაკი იყო ერთადერთი უნიკალური მოვლენა, აკაკისნაირი მოვლენა, რომ სიცოცხლეში ქართველი პოეტი და მწერალი ასე დაეფასებინოთ, ეს ძალიან უნიკუმია რა, აკაკი არის უნიკუმი და ანუ დიდი ვარსკვლავი იყო და აკაკი წაახალისა და წაათამამა და მოკლედ რა თქმა უნდა ეს არ არის მარტო მედიაზე ეს წიგნი არის ელენეზეც, შვენიერ ელენეზეც, სხვა შორის მეც ჩემი ვერსია მაქვს ელენესთან დაკავშირებით და მას მოვახსენე პირადად, მაგრამ ისა ის კირკეს ამბავი ძალიან გაყოფილია. აქაც ხო იცი, გაყოფილია. რა ვერსია გაქვს მითხარი?
მე ჩემი არა ეს ვერსია. ძალიან გრძელი ვერსია ხა ასე უცებ ვერ ყოფ. კარგი. ვისაც აინტერესებს მოკლედ ამის წაკითხვა, ვისაც აინტერესებს ანტიკური სამყარო, ჩვენი კავშირი ანტიკურ სამყაროსთან. ანუ დედა კაცობრიო ვერ აქვს ჩვენ იგა ჩვენს იქით გზა არავის არ აქვს. არ ვიგონებ მართლა აგერ ესეც მე ვარ აგერ სოფოშამა. ეს აუცილებლად სოფოშამანის წიგნი, ვისაც მარიკა ორი მხრიდან ტრიალდება, აუტანელი ქალები, აუტანელი კაცები. იცი რომ დრო თითქმის აღარ როგორ თითქმის? აი რამდენი გვაქვს? მოასწრო? რამდენი გვაქვს მითხარი? აი ამოვწურეთ ყველანაირი დრო, მაგრამ გაძლევ კიდე აი 10 წუთს თუ არ მომკლავ. მე იცი რა არის რომ ეხლა იცი ზოგი პოეტი და ზოგი მწერალი დაპატიმრებულია, ზოგი გადასახლებულია, ზოგი გაქცეულია. ხა ეს ამერიკიდან ჩამოვიტანეს ზაზა კოშკაძის ლექსების წიგნი და ხო იცი ქართველების ამბავი რა, ხა მწერლები ეხლა მესმის რომ ძიმე მდგომარეობაა რა, მაგრამ ქართველ მწერლებს ყავს, ხო იცი, ყველაფერში ყავს მინიმუმ თითო უნიკუმი. მწერალი ლევან გოთუა, აი დაუჯერებელი ბიოგრაფიის ადამიანი, გმირთავ არამის და უამრავი საოცარი მოთხრობის. ლევან გოთუა წელს არის მისი იუბილე, 120 წელია და არ აღნიშნავენ რა და ნერვები მეშლება. კაცმა 23 წელი გაატარა ციხეში. ჯვარი წერია ყველა. აი ეს ფოტო მიყვარს, ეს გურამ თიკანაძის გადაღებულია. გურამ თიკანაძე 23 წელი, ინგა 23 წელი და გმირთავ არამი ხო გახსოვს, ხო წაკითხო. როგორ წერდა იცი გმირთავ არამს? ესე იგი იმას პატიმრები, ქართული პატიმრები ეხმარებოდნენ მორებზე და ხისიმაზე ვინც მუშაობდა. ამოჩირკნიდნენ ის ხელნაწერებში, ესე გაქონდათ ბანაკიდან და მარხავდნენ სადღაც რომ მე 23 წელი და კაცი ვერაფრით ვერ გატეხეს. აი ვერაფრით ვერ გატეხეს ესა ლევან გოთუა. 23 წელი გაატარა იმაში ციხეში და ესე იგი ეხლა არ აღნიშნან, ხო იცი მე არ მიყვარს შეთქმულების თეორია, ეხლა ვერ დავიწყებ იმას რომ არ აღნიშნავენ, იმიტომ რომ 16 წლის უკვე წავიდა კოჯორში დასაცავად იმისი რა, საქართველოს თავისუფლება. 16 წლის ბიჭი იყო. 24 წლის აჯანყებაში ისეთ მონაწილეობას იღებდა რომ რა ქვია, დასახვრეთ იმაში იყო და მამამისმა გადაარჩინა. მამამისი ხო ვარსკვლავი იყო. ერთ საკანში მოხვდნენ და მამამისი ამაზე ადრე გავიდა და ის დახვრიტეს და ესე შემთხვევით გადაურჩა. წარმოგიდგენია ესა ლევან გოთუა და როგორ არ აღვნიშნოთ ამ ადამიანის ისა აი ასეთი ვერც ვიხსენებ სოფლიო ლიტერატურა ხო იცი ბევრი მწერალია ნაწვალები მწერალის არ აღნიშნავენ რა ის არ ვიცი 120 წლის გახდა ლევან გოთუა აი ეს საოცარი კაცი წელს 120 წლის ხო გუშინ ქონდა იმას რა ქვია მოკლედ გუშინ ქონდა დაბადების დღე აკა მორჩილაძეს მიულოცა სხვა შორის წინაზე რომ ლადო ასათიანი ვახსენეთ და შე რო გაგიხარდა და მახსოვს რომ დავიწყე მისი ლექსის თქმა როგორ გაგიხარდა და ხო იცი მე ვგიჟდები ბარდნალაზე მინახავს აი აკა მორჩილაძესთან მივიდიოდი ზუსტად და ლევან ავალიშვილის დამიდასტურებს რომ სოფელ ბარდნალაში უცებ დაიწყო თოვა და როგორ ბარდნიდა იცი ინგა აი ამ ხელა პირველად მივხვდი რატო ქვია ბარდნალა და მოკლედ ბარდნალაში არის ამ უსაყვარლესი ლადო ასათიანის სახმუზეუმი და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ნატო ზაქარიაძეს მადლობა უთხრა რომ აღადგინეს, იმიტომ რომ სუნდერები მეშლებოდა რომ მივიდიოდი, ხან დაკეტილი იყო, ხან გასარემონტებელი და ნატოს და ლადოს შვილიშვილების დამსახურება და მოკლედ ყველას მადლობა, ვისაც ეკუთვნის, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ ლადო ასათიანი არის საოცრება. საოცრება, რომ წაიკითხო. მადლობა შენ. დედამისი სადყავთ და ისა რა ქვია ტანჯვით სული ამოხადეს შუა აზიაში დედამის ლადო ასათიანის დედა. სხვა შორის თხოვე რა ქვია იმას ჩემს მეგობარს რომ დამხმარებოდა რომ იქნებ დედის გადმოსვენება მოხდა შეუძლებელი იმდენი ხალხი ყავთ იქ დახოცილი რომ ეხა იმის იდენტიფიკაცია ისა არ ვიცი მე ისა რამდენად მოხდება ზურაბ აბდუშოვილს მაინც მადლობა ხო შეეცადა ზურაბ აბდუშოვილს ვეღარ მოვასწრებ ვერცაც ყველანაირად ერთ მაინც მოვაჭარბეთ ერთიც მოვასწროთ ხალხო ისა ეს არის საოცარი კაცი ბენია ჩხიკვიშვილი ბენია ჩხიკვიშვილი იყო აი ისა ძალიან დიდი მადლობა რომ ეს არის ვანიკო ნაკაიძის დამსახურება ამ წიგნის გამოცემა და ხო გურიაში ძეგლის დაუდგეს ეს არის საოცარი ადამიანი 1905 წელს გურია რუსეთს გამოეყო და დაუმორჩილება გამოაცხადა აი იმ გურიაში უნიკალური ამბავი მოხდა აი უნიკალური სხვა შორის ეხლა დრო რომ მქონდეს მოგიყვებით ეხლაც გამოგვადგება გენიალურმა გურულებმა რა მოიგონოს როგორ დაამარცხეს რუსეთის იმპერია 1905 წელს ყვერამისის პარიზის კომუნის ამბავი, ხო იცი, 10 კვირა არსებობდა. 10 თვე არსებობდა გურიის რესპუბლიკა და ისეთი არჩევნები ჩაატარეს, ისეთი დემოკრატი, ყველა სოფლიდან გააგდეს ისა რა ქვია, დანიშნული მოსამართლეები და ყველგან აირჩიეს. ყველგან პირველად ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები თვითონ ხალხმა აირჩია, ყველა ვინც უნდა ემართ. იმიტომ რომ ვინც თვითონ თავის თავს თავაზობს, რამდენი ხანია, მე ოპოზიციაში როა და გადასარევი იდეები აქვს და
ადამიანების მხარეს როა, ის ადამიანები ავიწყდებათ, მაგრამ ხელისუფლება ეგეთი ბოროტებაა ძალაუფლება და გურიაში პირიქით გააკეთეს, ხო ეს გურია გეგმელი ხალხია. ეს კი არ აირჩიეს, ვინც ეუნებოდა მე ავირჩიე და მოვხედავ, თვითონ ვინც უნდათ ისინი აირჩიეს, ისა 10 თვე გაძლეს და დაამარცხეს ნასაკირალის ბრძოლაში რუსეთის უზარმაზარი არმია გურულებმა და მაგ ისტორიაზე. ხო და გენიალური ისტორია, რა მოიფიქრეს, ხო იცი? მოიფიქრეს, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, ასეთი გურული სიტყვა იყო ჩაჩუტი. ანუ ჩამშვები და ნასეტკა და ნაბოზარი იყო ჩაჩუტი. და რა საშინელება მოიფიქრეს, იცი, ჩაჩუტებს არ ესალმებოდნენ, გამარჯვებას არ ეუბნებოდნენ. ისა სუფრასთან არ ხდებოდნენ, ჭიქას არ მიუჭახულებდნენ და ეს აღმოჩნდა ისეთი გამონადგურებელი იმ ჩაჩუტებისთვის, თუმცა რომ ეხმეწებოდნენ რომ მაგას დახვრეტა გვირჩევნია, სიკვდილი გვირჩევნია გურულად. ოღონდ გამარჯვება ხა წარმოგიდგენ, იმიტომ რომ ხო წარმოგიდგენ მაშინდელი გური, ან ახლანდელი, ხო ჩვენ ხო ესე ვცხოვრობთ საქართველოს რა არის, მეზობლის, ნათესავის, ახლობლის გარშე. მოკლედ ეს არის გენიალური ადამიანი, გენიალური. და ეს ვინც არ იცის, მინდა რომ იცოდეს, იმიტომ რომ სულად უსამართლოდ დაკარგული სახელია. ეს კაცი მე დაბრუნდა ემიგრაციიდან სხვებთან ერთად. 1924 წელს მიიღო მონაწილეობა აჯანყებაში და დაიჭირეს, რა თქმა უნდა, რუსეთში დახვრეტის წინ. საოცრებაცარი ადამიანი მოისყიდა ისა რა ქვია, ვიღაც და საყენო მოიხია, ხო იცი ესე გამოპრანჭული კაცი და დააწერა 3 სიტყვა სისხლით, რომ საქართველოში იქნებ ჩაიტანოთ. დახვრეტის წინ, სადღაც სუზდათთან დახვრიტეს ეს ნოე ხომერიკი და ნუ კიდე ბევრი. დამოუკიდებელ საქართველოს დროს ერთი ადამიანი არ გატყდა, ერთი ადამიანი ვერ გადაიბირეს, სოთოში, ერთი ადამიანი რო იცოდეს და დააწერა 3 სიტყვა. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და. მოდი. ხო, მე მინდა რა გთხოვ, იცი? ძალიან ამაღლებელია ეგ რა. აი ამის დავასრულოთ. საკელოზე ეს მე გეტყვი ისი დავასრულოთ. კი, მე გეტყვი ისი და შენ ხო წამოშოვეთ სამტრედიელი ხარ. კი, აბა. სამტრედიელებს ყავდათ ისეთი ბენია. მიქაძე იყო გვარად, გენიოსი კაცი და მე გეტყვი იმისი სიმღერით დავასრულოთ. ეს იცი ვინ იყო? აკაკი შანიძემ, გენიალურმა ქართულმა მეცნიერმა დაწერა ლექსი, ასე იწყებოდა, ნუ გავხსნით დარიალს, ანუ რუსები არ შემოუშვათო. მაგაზე ლექსი დაწერა და ჩვენმა ჯარისკაცებმა პირველი მსოფლიო ომის ამბავს გიყვები. დაწერეს სიმღერა და ის სიმღერა საბჭოთა კავშირში რა თქმა უნდა აკრძალული იყო. აი სამტრედიელი ბენია მიქაზე ასევე პატიმარმა, ოღონდ უკვე ციმბირში საბჭოთა პერიოდში იქ აღადგინა ეს სიმღერა, წარმოიდგინე და რო დაბრუნდა საბჭოთა პერიოდში, ლოტბარი იყო, შექმნა გუნდი და მაინც რო არ გამქრალიყო გენიალური სიმღერა ეს. შეგიძლია წაიღო. კი, 3000 წელზე მეტი ასე იწყება. ეგ არის აკაკი შანიძის დაწერილი. ოღონდ ის გააქრეს, მე ის უკვე ესე ქვია იმ სიმღერა, ნუ გავხსნით დარიალსა. და აკაკი შანიძე ხო გენიოსი იყო. პირველი მან დაიცვა სადოქტორო უნივერსიტეტში, ესეც ხო ჩვენ ხო და შეგიძლია თქო რომ წაიმღერო. ნუ გავხსნით. ხო, მარა შენ რო წაიმღერო თქო რომ დავასრულო. ჩართე და მიმღერე. ვინო თქვენ არ დამახვედრე და ვინო თუ დამახვედრე კი მიმღერე. აი მაგითი დავამთავროთ რა, ეგეთ. წარმოგიდგენია კაცმა ციმბირში გადაგვირჩინა ეგ სიმღერა ხო იცი ეგ მოხუნწე მაგარი ხალხი ვარ 3000 წელზე მეტი და 3000-ზე გაცილებით მეტი წლის არის ქართული ცივილიზაცია უძველესი სოფო შამანიც არ ეწინოს და ჩვენი ცივილიზაცია უსწრებს ბერძნულსაც და ისა ყველა ევროპულს სინამდვილეში ჩვენ ყველაზე ძველი ცივილიზაცია ჩვენ ვართ ევროპაში. აი ესეთი ეს არტაყუტა ევროპელები მე შემოგვიერთდნენ. რო იცო. დათო ჩართე რა გეხვეწენ ეგ სიმღერა. ვერ ჩართავენ, როგორ უნდა ჩავთო? არ ვიყავი ამისთვის მომზადებული ტექნიკურად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. აი რაღაც საოცარი სტუმარი იყავი, არაჩვეულებრივი როგორც ყოველთვის და ეგეთი რეაქცია მე არასოდეს არ წამიყვანი, არ მქონია. ერთადერთხელ მქონდა გადაცემა ძველი წლები იყო რეაქცია ვეფხისტყაოსანზე. აი მაშინაც შენ იყავი ჩემი ერთ-ერთი სტუმარი სხვებთან ერთად და დღევანდელისთვის გიხდი ძალიან დიდ მადლობა. როცა მოგაწვება ხოლმე სათქმელი, ყოველთვის იცოდე რომ ჩვენი ეთერი სიამოვნებით დაგეთმობა. საქმე მე არა მაქვს სამსახური მე არა. როცა დამითმობ ძალიან მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთი არაჩვეულებრივი დათო ტურაშვილი ყავდა ეთერში. მადლობა და მე მინდა რომ ყველას უთხრა, არ ვიცი ჩვენი პატიმრები გვიყურებენ თუ არა. ვიცი რომ ამდენი ძალიან ძნელი ადამიანებს, ძალიან ძნელი ეს. აი წარმოვიდგინეთ საუკეთესო წლებს რო ციხეში ატარებ, მაგრამ ეს არის ის ბრძოლა, რომელიც აი რო ამბობენ ხოლმე ბოლომდე ჩემთვის მაგას ისავს. სანამ არ გავიმარჯვებთ რუსეთის იმპერიასთან ბრძოლაში, ვერ გავჩერდებით. გამორიცხულია ეს ბრძოლა დამთავრდება და მშვიდობაც გვექნება და თავისუფლებაც. დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გავიმარჯვებ. შეუძლებელია რუსთაველის ქვეყანა და ვაჟა-ფშაველის ქვეყანა ვინმემ და რამემ დაამარცხოს და
აბსოლუტურად ღმერთმა აგერ ეს კაცი გენიალური კაცი სიკვდილის წინ დააწერა 3 სიტყვა გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და ღმერთმა ქნას რომ ამისთვის ვიცოცხლოთ ვიბრძოლოთ და თუ საჭირო მოვკვდეთ კიდე არაფერი პრობლემა არ აგერ მოვკვდეთ ჩვენზე მაგარი ადამიანები რამდენი 1000 წელია როგორც შანიძე იწყო და აკაკი შანიძე